მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს ჩვენ ქართული მხატვრული სიტყვის და საზონო სივრცის ერთ-ერთი უმაღლესი მწვერვალის ვაჟა-ფშაველას სიყვარულმა მოგვიყვანა დღეს ამ ოჯახში. დღეს ჩემთან ერთად არიან ჩვენი სამშობლოს გულხურვალე პატრიოტი, ცნობილი პოლიტიკოსი, გელათის აკადემიის წევრი, გზად ცივილიზებული სახელმწიფოსთვის თავმჯდომარე და ბევრი სხვა მნიშვნელოვანი სტატუსის მქონე პიროვნება ბატონი თეიმურ შაშიაშვილი და ასევე ჩემთან ბრძანდება სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების პრეს-ცენტრის ხელმძღვანელი პოეტი იანელ კოჭლამაძაშვილი. მაგრამ მთავარი მაინც ჩვენთვის დღეს არის ჩვენი მასპინძელი, ცნობილი ქართველი პროზაიკოსი, პუბლიცისტი, ლექსიკოლოგი და ბიოგრაფი ბატონი გიგი ხორნაული. თქვენ ახლა მაგიდაზე ხედავთ მის უნიკალურ ნაშრომს ქართულ ლექსიკოლოგიაში 8046 სიტყვა არის, მასში სრულიად ახალი მოძიებული ფშაური დიალექტიდან და ეს მნიშვნელოვანი წიგნი არის ბატონებო. გარდა ამისა, მისი დიდებული წიგნი, მის მიერ შეკრებილი და გამომზეურებული მიხა ხელაშვილზე წიგნი, სადაც ქართველი გმირი პოეტის ლექსები არის შესული. ეს გახლავთ მოთხრობების წიგნი, პროზაული ნაწარმოებები ბატონი გიგი ხორნაულისა და მთავარი რა მიზეზისას დღეს ჩვენ აქ გახლავთ უნიკალური ბიოგრაფიული ნაშრომი ცხოვრება ვაჟა-ფშაველას. ახლა მე ვფიქრობ, ზედმეტია საუბარი იმაზე, თუ ვინ არის ვაჟა-ფშაველა, ადამიანი, რომელიც მუდმივად თანამედროვეა და სულ 2-ოდე სიტყვით რომ არ ვთქვა გვერდი აუარო არ შეიძლება, ადამიანმა რომელსაც დააყენა რამდენიმე მთავარი პრობლემა და ერთი რაც ყველა ეპოქისათვის აუცილებელია, ძალადობისა და მსხვერპლის პრობლემა, როდესაც საზოგადოება მოძალადე და პიროვნებაა მსხვერპლი. ალუდა ხეთელაურის სახეში გენიალურად აჩვენა. ამავე დროს ის მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც არის, რომ ადამიანი კოსმიურად სამყაროს ერთ-არსება და ბუნების ენის საუბარი იმ ენით, რაც სამყაროს შემოქმედმა შექმნა. მე შორს არ წავალ, ვიტყვი მხოლოდ ერთ ცნობილ სტროფს ვაჟაში, რითაც ის ჩვენი თანამედროვეა და მუდმივად ჩვენ გვერდშია, როცა ის ერთ-ერთ თავის ეზოთერულ კოსმიურ ანდერძში ამბობდა, მშვიდობით ჩემო ქვეყანავ, უფალი მიწვევს, შორდები, თუ რამე ვალი მიმყვება, იქიდან გაგისორდები. და აი, სწორედ იქიდან ეს სადამაღლებული თავზარდამცემი გენიოსი ჩვენზე ცოცხალ დღევანდელ ფეხზე მოსიარულე ადამიანებზე მეტად ემსახურება თავის საფიცარ სამშობლოს. იყოს ეს მოკლე შესავალი და ახლა თავარი. მე არ გახლავართ ის პიროვნება, რომელიც დიდი მოტრფიალია, დიდად დაინტერესებულია ადამიანთა პირადი ცხოვრებით, მისი ბიოგრაფიებით. ჩემთვის უფრო მთავარია შემოქმედის სულიერი ბიოგრაფია, ის თუ რა და როგორ გამჟღავდა მის ქმნილებებში, მაგრამ არიან ხელოვანები, რომელზეც ფიქრი საქართველოს ყოველთვის დასჭირდება და დასჭირდება მომავალშიც. და აი, ძვირფასო მეგობრებო, მე ვთქვი, რომ დღეს ჩვენ ვართ პიროვნებასთან, რომელიც არის აღიარებული მკვლევარი, ბიოგრაფი ვაჟა-ფშაველასი
და მის მიერ დაწერილი მონოგრაფია ცხოვრება ვაჟა-ფშაველასი მნიშვნელოვანი შენაძენიანის ქართული ლიტერატურის და არა მარტო ქართული ლიტერატურის ისტორიისათვის ეს ხანძლივი შრომა იყო და ამ ბატონმა ეს მოიყოლია და ჩვენს წინაშე მოიტანა. ახლა მე და ჩემი მეგობრები დღეს გავესაუბრებით ბატონ გიგის კიდევ ერთხელ თვალს გადავავლებთ ჩვენიერი სათაყვანებელი ქოსნის ცხოვრებას თქვენთან ერთად ვიფასო ტელემაყურებელო. ბატონო გიგი მოგესალმებით დიდი სიყვარულით ჩვენ ხანძლივი მეგობრობა გაგვაჩნია კარგად მახსოვს და ბატონო მოგესალმებით დაახლოებით მახსოვს 20-25 წლის წინათ მე თქვენი საღამო მოვაწვე სამების ახალგაზრდულ ცენტრში სადაც თქვენი შემოქმედება გავაცანი საზოგადოებას და ქართულმა საზოგადოებამ ეს ყველაფერი მიიღო ძალიან თბილად და თქვენ ძალიან მაღალი ავტორიტეტით სარგებლოთ არა მარტო თქვენი აი ამ 8 წლით ლიტერატურის ცოდნეობაში როგორც პროზაიკოსი როგორც ლექსიკოგრაფი ამეთ როგორც ღირსეული თიელი მთის ყვავილივით სუფთა კაცი და տեսავით მტკიცე პიროვნება რაც ვიცით თქვენი ცხოვრებიდან თქვენი ნებართ ჩაგირთავთ ეხლა უკვე დათამაშ იმ ფშაური ლექსიკონი გაორმაგებული ვარიანტი მან გამოსაცემა ერთი და მეორე ტოპონიმიკის ერთტომეულის გამოცემა მომთავრდა საპატრიარქოს ფონდის ხარჯით ერთტომეული მომთავრდა გამოიცა აი ამ დღეებში იქნება ბოლო ტომი დიდებული რამ გვამცნო თავისთავად ეს მონუმენტური ნაშრომია ტოპონიმიკის 6 ტომი ეს არის უნიკალური ნაშრომი და მე წეღარ ვამბობდი 8000 ლექსიკური ერთეულით გამდიდრება ქართული თქვათ ლექსიკოლოგიის და აი თქვენ ხედავთ რომ ეს გაურმაგებული არის და უკვე 16000 ერთეულზე არის ლაბარაკი სრულიად ახალზე და სრულიად მნიშვნელოვანზე რაც ჩვენს თქვათ სალიტერატურო ენასაც გამდიდრებს თავისთავად. ბატონო გიგი, ახლა დავიწყოთ იმით რომ როგორ რამ განაპირობა რა იყო მთავარი მაპროვოცირებელი ისმისა რომ თქვენ შეუდექით ვაჟა-ფშაველას კვლევას ვინ რომელმა პიროვნება მან რამ მოგცათ ამისი საფუძველი და როგორ მოხდა ეს თუ გაიხსენებთ კი რა თქმა უნდა ამ ჩემ განცხოვრებაში იყვნენ ისეთი ადამიანები რომელნით მე არასოდეს დამავიწყება სიკვდილამდე სიკვდილი თუ დამავიწყებ თორემ მე არ დამავიწყდებიან იმიტომ რომ ისინი დიდი მოამაგეები იყვნენ და როარა მათი რჩევა დარიგებები მათი დახმარება ბევრ რამეში თუნდაც ეკონომიურად ცხოვრებაში მე შეიძლება ვერაფრისთვის ვერ მიმეღწია და კონკრეტულად ამ ვაჟას ცხოვრებასთან დაკავშირებით მე მიმდიდგა ცნობილმა მკვლევარმა გრიგოლ კიკნაძემ ვაჟა-ფშაველას კაბინეტის გამხსნელმა და პირველმა გამგემ შემდგომელმა იქ მე ერთ-ერთი მთავარი როლი მეკავა იმ ხრივ რომ მე მეხმარებოდი დერეთი ლექსიკის განმარტებებში მერე სამუშაოებსაც ვასრულებდი და პირველი დავალებები იმან მომცა რომ დავდიოდი ლექსიკის აღსაწერად ხელშეკრულებით ენათმეცნიერების ინსტიტუტიდან აი მაშინ რომ იმექცია ყურადღება ვაჟას ცხოვრების
დეტალებით, ფაქტებით, ეპიზოდებით ცხოვრებით ეუნი. მე მათ მოამბობდი ხოლმე, დამსწავლდა, ხანდახან შინაც მივყავდი ხოლმე, თავთან ერთად მასწავლებლა. ნოდარმა პალტომანჩუკა და ნოდარ ანდრულაძემ ისიც მფარველი იყო, ჩემი კი არა, ის იყო დიდი მფარველი. ბანტონმა გრიგოლმა გადმოიღო თავისი ქუდი მანჩუკა. და იქად მაამბობინებდა ვაჟას ცხოვრებაზე. ბევრ ამით, იმიტომ რომ ვაჟა მე მას უამბობდი კაბინეტით, რომ ჩვენთან დაიარებოდა სახლში. აპაჩემი იყო ფშავ-ხევსურეთის ერთადერთი აბესიკი, რომელსაც მენტყეები ყავდა ადგილზე და ჩამოუნდა იმას წელიწადში ორჯერ. ხონდა საკმაოდ დიდი გაუნათლებელი კაცი იყო, ისე კლასიკური რამე განათლება რაღაცა არ ქონდა, მაგრამ თვითონ ასწავლიდა ძალიან მოყვარული წიგნებით და თბილისიდან გამოწერილი ჰქონდა თურმე ყველაფერი რაც გამოდიოდა. ჟურნალ-გაზეთი იყო, წიგნი იყო, ფირფიტები იყო, ტილოდი გრამოფონი მან მოიტანა და ვაჟა ფშაველა სისტემატურად დაიარებოდა თურმე. ყოველ ორ კვირაში ერთხელ. და გაზეთები, ჟურნალ-გაზეთები, ახალი წიგნები მიქონა და მოქონა, მე კითხულობდა ამისო და მოქონა. დიდი მეგობრობა ქონა, პაპაჩემს კიდე ეზოში ცხრები ყავდა, 3000 წული ყავდა პაპაჩემს თავისი მწყემსებით. და ეზოში ზანქლები 10-12 ცხვარი ყოველთვის ყავდა. ქათმები რო ყავს, ეხლა ყავდათ, იმათ ცხრები ყავდა ისე. ჩვენთან ქათამი არ ყავდა, ბერყონება იყო. სიცხილი და თურმე ყავდა, თუნითო ქათამი დაეკრა, იყო დიდი სიცხილი. დიდი თავით მოიწრა. დიახ, ბატონო, იგი ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი და თქვენ კიდევ ჩემთვის მონათხრობი გაქვთ ადრე, რომ მორის პოცხიშვილმაც დამეხმარა იმისთვის, რომ მე ამ გზას დავთქვამოდი. ხო და აქეთ პრობლემატებ რომ პაპაჩემს ვაჟა მოსვლაზე ძალიან დიფასი თუ იმე მოსული იყო იმას უკრავდა თვალდა ვაჟას მოსვლაზე ყოველთვის კრავდა თვალს. ძალიან დიდი მეგობრობა ანკავშირებდა. ხო, მორის პოცხიშვილს რაც შეეხება მორის პოცხიშვილი იყო გარდა იმისა, რომ მე მიმართია უდიდეს პოეტად, ერთ-ერთ უდიდეს ქართველ პოეტად, ლირიკოსად, ნამდვილი ლირიკოსი იყო. და ამ დროს იყო ძალიან სუფთა და პირდაპირი ადამიანი. მე ნაკადულში მუშაობდი კარგა ხნის რედაქტორად და მე იქიდან წავედი და უკვე უნივერსიტეტში ვიყავი. მოვიარე ენციკლოპედია და ხო და აი ერთხელ მიმარებს მოდის პოცხიში და მითხრა 2 წელიაო ვავალებ ვაჟები ცხოვრების დაწერას ვინ აღმოჩნდეო ლიტერატორები, მწერლები, ყველა წინასწარ ჰონორარით კილმენტ 60%. იტვალეთ და მე ყველა მოადიქო, ვერაფერთო. აი ეხლა შენო არავიდან აკადები არ ახარო, მე მქონდა უკვე ეპიდემია გამოქვეყნებული მაშინ ჩემ მოთხრობები. ხოლო არავიდან აკადები არ ახარო და მით უმეტეს რომ იცნობ კუთხესაც იცნობ ვარიათ ცხოვრებას იცეაფე თუ იცება ყველაზე უკეთესად
უნდა დაიჭირა და დასწრო. მე გავარე პირდაპირ. მე მეცინოდა პირდაპირ მართლა ესე ამდენი აღიარებული ვაჟათმობნე დიდი მწერლები, დიდი ლიტერატურები თვითონ ბატონი გრიგოლ კიკნაძე დიდი მცოდნე ვაჟათი და მე როგორ უნდა მომეწერა შემეცინა პირველად მაგრამ მე მეტრო დავფიქრდი პირიქით რაღაცა საშინელი კი არა დავით რა შემინდა ისეთი გატაცება და ის რაღაცა დამეუფლა ისეთი გდნობა რომ უნდა მომეკრიფა მთელი ძალა და შევდგომოდი წერას პირველ რიგში მე მოვდები ამოვდები მე აი მოგითხრა მინებები დროს თუ კი მხვდებოდა ვინმე ვაჟად მცნობი ვინ თანამედროვე იყო ვაჟათით მასწავლებლები ამოვკრიფე და დავიწყე წერა დიდი გატაცები აი როიტყან დღეს და რამამით ვაჟათის ვუმთავ ერთი წელი მოვანდომე და მიუტანე მოდის ფოთში მიუტანე და რა ქენიოგი დავწერე ბატონო და რა ვიცი ახლა მოგეწონებათ არ მოგეწონებათ ეს უკვე ჩემზე აღარ არის და აი როგორ თქვენ გადაწყვეტ ისე მე არ მეწენებო მე მაინც არ ვიყავი დარწმუნებული მორის მოეწონებოდა რა ვიცი დამიტოვე რომ ერთ კვირაში შემოიარო ერთ კვირაში აპრესიო და გეტყვი პასუხსო მე კიდევაც გადავანტარებ არავითარი თქვარობდი მე 15 დღეს მივედი ეს მახსოვს როგორ შევედი კაბინეტი ნაკადულის კაბინეტი მორის ფოთში ამოხდა გამოკანდა გადამეხვია გადამკოთლა და მითხრა ოჩა იგი აი მე როგორით მინდოდა სწორედ ისე დაგიწერეო მე შინოდა რომ შედაწყვეტე აერთო მაგალითად ვაჟაუბნება ვახტანგ გავიქა ჩაიბინე წყალწყალი აბომიტანეო არა უთხარ მანგებს უბრალოდ ეგ დიალოგი დაიმა ვაჟას ვალაპარაკებდი ჩემიმით არა როგორ მე მივხვდი ეპიზოდებს რაც გამეგონა ხანში როგორ ვის რა უთხრა რა უპასუხება ეს რაღაცები რა ვიცი და აი ეგ მომენტონა ეგ არის თუ დიდებული ოჩავ ეხლა მე კვირაში კერო სამდრეში წავიკითხო იმას არაფერი რედაქტირება დაიწყო უკვე ტაბაშია შეიმტვიგდო უკვე ატკობილით იქნება აქამდე ისე გამიხარდა ისე მეკჩარებოდა ხოდა ეს იყო პირველი გამოცემა მაინც იქ მე 1887 წელი იყო კომუნისტობა იყო ისევ ჯერ ხოდა მე ბევრგამე ვერსიები არ შემატაინეთ მინდოდა რევანზე მქონდა მასწავლებლები მაგრამ თქონებული დენეტო კანტურა აღარ ვიცი ახლა თორცამია თუ არა იმან მითხრა გიგი ამებს მგავდენდა თუ მაინც არ არის საჭირო რაღაცა ხელო ამაგენ უნდა გაგვატვალონ და დაგვიბარონო იქა აქა ვიცა და მოდი შევიტანო ბევრი რამე არ შევიტანე და აი მე როცა შეიცვალა დროება და 2000 წლის მე 2003 წელს უკვე შევსებული გამოვედი თითქმის გაორმაგებული მე ბოლოს გამოვედი კიდევ 2016 იყო თურობის კიდევ უფრო გაზრდილი და დამატებული ფაქტები ისე რომ აი 2001 სამშობლოში 6 მაგალითად
ხელაშვილი წიგნო გამოიწვი აი ხელაშვილიდან უკვე და თამარიდან მე ბევრი რამე გავიგე ისეთ დაალბატია ვარგაც ცხოვრება და საკმაოდ გავდარდე მაგრამ წარვადგინე საკონკურსოდ საბათ კონკურსზე და მე გავიგე მე თვითონ გავიგე ვინარიან და ჩატყობა და მოწყობე ეგეთრანები საერთოდ ნებდებოდა კადრობდი ეგეთრები მაგრამ მე გავიგე ჩემმა ტილმა გაიმართა იქ დოკუმენტური პროდუქტ ნომინაციაში ისა პრემია ნომინაციაში მე კი არ მომწევ რომ გაიმარჯვა თერმა ყველა მე მომცა ჩემ ტილს თურმე ხმა და მაინც მისცემ აი იმ კაბინეტზე რაღაცა ფშაუდით თამდარეულო ტილში თამდარეულო კულინარიის ტილში გაგონდა რაკატო ვაიტო დამიტოს მე მომიცამდი კარგი მე არ მომწევდნენ ახლა მაგრამ მიენთან თქონემ ბუნდი გელაჩარკვიანი უდიდესი ინტელიგენტი მოგონებები ქონდა კანდი ჩარკვიანი ის კანდი ჩარკვიანი კიდე მიუნხედავ ფილმისა კომუნისტების ისიყო მე დიპლომატ და ბაჟა განამდრინეთ სტალინმა განამდრინა თვითონ კი არ თანეთე იბატო აი იმის ფილისტის კატო გერაფი მინგეცა თუ კატო დეთორლტი არქივად ბიცე კულინარი აი ამ თაგრეთ ვაირა პრობლემა მადლობთ ბატონო თემურ ბატონო დღეს ჩვენ ერთად საუბრებით თქვენ დამოკიდებულება ბატონ გიგისთვის ვაჟასთვის დღევანდელი დღისათვის და რას მიმართავდით რა შეეკითხებოდით მე მინდა ახალისო მე დიდი გულშემატკივარი ვიყავი როცა ბატონი თემური იმ ჩვენი დამოუკიდებლობებს და იმ მანამდე რო გამოდიოდა ხოლმე და იბრძოდა როგორც მებრძოლი როგორც მართავი და საოცარი სიტყვით თქვი უშიშ აი ერთ-ერთი ვიცი გულშემატკივარი ბატონი თემური და პრეფექტ მიხარიელო ბატონი თემური გამოვიდა მე ისეთაგაგიშები დრეფებს ცოტა ვითარება რო არ ამქონდეს დიდი მადლობა რაც გემზავნეთ ბატონ დავით დიდ საქმეს აკეთებთ თქვენ უბრალოდ მინდა გითხრათ რომ როგორც პოეტი და როგორც რუსთაველი საზოგადოების ხელმძღვანელი როცა ასეთი პიროვნება გვყავს ჩვენ და აიგერ სახში თქვენი ინიციატივა იყო ეს და ამას აკეთებთ ქალბატონ იანელთან ერთად როგორც რუსთაველი საზოგადოება ეს არის უდიდესი რამ იმიტომ რომ ეს ისტორიაში უნდა დარჩეს ახლა აგერ მე ციგნები მიდევს ზოგიერთი მქონდა ისე მაგრამ აიგერ შაური ლექსიკონი და კიდე უფრო გაძლიერებულა ეს ასაული რამეა და მართლაც დიდ პიროვნებასთან და ჩემთვის დიდი პატივია რომ აქ მონაწილეობ უბრალოდ მე ვამართლებ ჩემს მონაწილეობას ამაში იმით რომ ვაჟა-ფშაველას აქვს ერთი უნიკალური გამონათქვამი რომელიც დღეს სასწაულად საჭიროა რომ პოლიტიკისათვის ყველაზე კარგი თვალებ ახილებული ხალხიაო სასწაული გამონათქვამია ეს თვალებ ახილებული ეს მის სიტყვა სასწაული გამონათქვამია და აი ამიტომ ჩვენ ყოველთვის მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდით ბატონო გიგი ბატონ დავით ქალბატონო იანელ როდესაც ხალხს არ აქვს სრული ინფორმაცია და გადაწყვეტილებას იღებს. თუ გინდა ხალხს პატივიცე, უნდა იყო აი როგორც ბატონი ვაჟა ამბობდა და ამბობდა იმასაც, რომ 20 კაცია საჭირო 20-ო და შედგას ესე იგი ქვეყანას სხვა გზაზე დავაყენებთ. ილია ჭავჭავაძემ უნიკალურად თქვა, რომ შოთა რუსთაველის შემდგომ ვაჟის ტოტოლი არ ყოლეო, ესეთი უნიკალური გამონათქვამია ხო ილია ჭავჭავაძის რაღაც ასაული ის. მე ვარ ბედნიერი რომ სოფლიო ჩემპიონთან ერთად ესე იგი გურამ გედეხაურთან ერთად ტარიელ ხარხელაურის მონაწილეობით თიანეთიდან ჩარლამდე გადავიარე ფეხით ეს გზა ვაჟას გზა გავიარეთ ფეხით 9
საათ ვიყავით ამ იმაში და აი კიდე ერთხელ ვაფასებ იმას, რასაც პატრონი დავითი აკეთებს და დიდი მადლობა რომ აქ თქვენთან ვართ და ეხლა ძალიან დიდი რამ გაკეთდა ბატონ გიგი ამერიკელებმა ჩაატარეს გამოკვლევა რომ ყველა დროის ყველაზე საუკეთესო პოეტი ვინ არისო და 46000 კაცი გამოკითხეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და 46000 კაცის ანუ ეს ინტელექტუალის დასკვნა ასეთია რომ პირველი არის შოთა რუსთაველი და მეორეა ვაჟა-ფშაველა. ხო არის ჩვენთვის ბედნიერება ის რომ ჩვენ იმ ქვეყნის შვილები ვართ სადაც მსოფლიო ინტელექტუალური სამყარო ამბობს რომ ეს არის რუსთაველი არის მწვერვალი და ვაჟა-ფშაველა არის ამისა თქვენ ხო ასე ხო ეს ხო დიდი შეფასებაა ბატონ გიგი ეს ბანკო ეს თემთი დეფენ პირველად მე რატომღან ფეგლა ჩავთვლი ვიტყოდი რომ აი ალბათ იტყვიან ამ ბაირონ შექსპირს ვიღაცა დააწყენ და მეორე მესამე տեսად დიდი ამბავი იქნებოდა ჩვენთვის მაგრამ ეს პირელები იყო რომ ეს საუნდრება ასე რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამ წიგნებს ვხედავ ბატონ გიგის ვხედავ მე ვთქვათ მისი ბევრჯერ შევხედრი ვარ სხვადასხვა შეხვედრაზე სამწერლო ორგანიზაციის და სხვადასხვა მიმართულებით ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ მის ოჯახში ვართ აი ესე რო გვიღებენ და აი ეს საუბარი მე დარწმუნებული ვარ ისტორიაში ძალიან ერთ-ერთ გამორჩეულ საუბრად დარჩება იმიტომ რომ ჩვენ ბევრი რამ გვაქვს კიდე სათქმელი შეიძლება დამიდიოთ ეხლა ისეთი ხალხი მომდანდით რომ ყველა გეკუთვნით თითო წიგნი მაგრამ ან ერთი თამი აღარ შევრთა ეს არის ბედნიერება ეს არის ბაგა მიგრანტავენ თომენ გვანტუნდნენ სანდა ვაჟანტე და იმაზე მონადირული ინცელმა თავგაბასწავლები ის აინტერესებს კიდე სკოლის მოსწავლეებმა დამირეკეს 40 მივად კლასში და ყველა მიგებთ ამ პრიზო თითო გვინა არამედ თორე ახლა გიწევი ხალხი ხართ რა ბზანებთ ბატონ გიგი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მე დასაწყისში რაც თქვენ ბზანეთ აი მას მივესალმები და ბატონ დავითს კიდე ერთხელ მინდა უთხრა დიდი მადლობა რომ ეს რაც კეთდება ასე რომ ძალიან სასიამოვნოა რომ თქვენთან ვართ და თქვენთან ვსაუბრობთ ახლა ბატონმა თემურმა ბძანა რუსთაველსა და ვაჟა-ფშაველაზე კი ბატონო რუსთაველი ქართული და სოფიო პოეზიის გვირგვინია და ღმერთია მაგრამ ერთ რაღაცას ვიტყვი რომ ანალოგის თვალსაზრისით სოფიოს ვაჟა-ფშაველას ანალოგი არ არის როცა ვიტყვით რუსთაველს ანალოგი ვთქვათ ჰომეროსი ანალოგი დანტე ანალოგი პეტრარკა და ხო მაგრამ ანალოგი არა ის რომ მისი სიმაღლე იყოს ბატონო გიგი აი ეგენ ვინთა მომთანე ეთმა ჰომეროსი ჩვენში დარჩება მებრაპრია ფაქტი გეთახმებით მაგრამ გეთახმებით ყველაფერში გეთახმებით მაგრამ თვითონ ამ შუა საუკუნეებრივი ადრეულ საუკუნეებრივი ფილოსოფიური განათლებით სკოლების გამოვლილი ფირდოუსი ჰომეროსი დანტე ხო მაგრამ რაც შეეხება ადამიანი რომელიც ფაში ცხოვრობს მწყემსი არის ერთადერთი ვისაც ადარებდნენ რობერტ ბერსტი მაგასაც შედარებით ბავშვია ლიტერატურაში იმიტომ ბუკოლიკური მწყემსებსა და მარტო ლირიკულ ლექსებს წერს თვითონ ფენომენს არ აქვს ანალოგი ფენომენ ამბერებენ მაგრამ დაუნცელად მიყვარს კარგი პოეტია მაგრამ არა ვაჟათან სიმაგნით და სირბით არა სად მივახლოვდებ უბრალოდ იმის გამო რომ ისიც თაში იყო და ეს ძალიან ფიზიკური მსგავსება კი ბატონო გეთახმებით ახლა მე მინდა სიტყვა გადავცე რუსთაველის საზოგადოების პრეს-ცენტრის ხელმძღვანელს საოცრად ნიჭიერ პოეტს ქალბატონ იანელ კოჭლამაზარში ფილოსოფოსი პოეტი ხდა რამდენიმე სიტყვით და მე გადმოვალ ბატონო გიგი თქვენთან მადლობას გადაგეხდით ბატონო დავით დღევანდელი დღისთვის
მე ბევრი მსმენოდა და რა თქმა უნდა წაკითხული მაქვს ბატონი გიგი ხორნაულის უმეტესი ნამუშევრები, მაგრამ პირადად არ ვიცნობდი და დღეს ბედნიერი დღე გვაჩუქეთ ბატონო დავით. ალბათ ბატონი თემურიც ამაზრზეა და აი ასეთი ჭეშმარიტი შემოქმედები ყვავს ჩვენ ქართველებს, როგორც ბატონი გიგია. გული მწყდება, რომ აქამდე პიროვნულად არ ვიცნობდი და მადლობა ბატონო დავით დღევანდელი დღისთვის. აი ვუსმენდი ბატონ გიგის და იცით რა დასკვნა გავაკეთე? აი ვერ უბედავდი წერის დაწყებასო. ადამიანს უნდა გაგაჩნდეს ამბიცია და აუცილებლად შეასრულებ ყველანაირ დავალებას და მით უმეტეს ვაჟა ჩვენთვის ისეთი სრულხორცეულია რომ არ არსებობდა რომ ბატონ გიგის ეს პირნათლად არ შეესრულებინა და ეს საოცარი წიგნები არ დაეტოვებინა მომავალი თაობისთვის და კიდევ გული მწყდება იმაზე რომ აი ამნაირი ნამუშევრები ნამდვილად უნდა იყოს ხელმისაწვდომი მოზარდი თაობისთვის, აი ბავშვებს დომებიათ და არ არის საშუალება რომ ამ წიგნებზე გაიზარდოს ჩვენი მომავალი თაობა. აი რაღაც სახელმწიფომ ესეთი საოცარი მწერლები მეტად უნდა წარმოაჩინოს და ხელმისაწვდომობა უნდა იყოს მოზარდი თაობისთვის და წიგნის ანატრელი არ უნდა იყოს. უნდა გამოდიოდეს დიდი ტირაჟით. უღრმესი მადლობა ბატონო გიგი რომ არსებობთ და აი ესეთი განცი დაუტოვეთ თქვენ საქართველოს და მომავალ თაობას. გმადლობთ. ბატონო გიგი, ახლა მოდი საზოგადოებას უთხრათ ვაჟაზე, მის ვაჟკაცობაზე, მის აი ესეთ რაინდუნებაზე რამდენიმე სიტყვა და რამდენიმე ეპიზოდი დავუშვათ. რაც გაიხსენებდით ახლა ვაჟას ირგვლივ. ვაჟას ირგვლივ მე ვინმე სალაპარაკობა ისეთი რამე ეპიზოდით. მაგრამ რა თქმა უნდა ვერთერთებით ამიტომ მე შემეცდები მაინც ეხლა ვინ იყო და რა იყო, როგორი იყო თქვენ კარგად იცით ყველაფერი იცით საზოგადოებამ უკვე სამწუხაროდ ეს მაშინ საზოგადოებამ ბევრად აიცოდა ვაჟას სიცოცხლეში სიკვდილის შემდეგაც ვაჟას მტრობას უწევდნენ იმდენად რომ შირის დახვრიტეს იმითი ძმა თედოთ მოკლეს გორში მიხა ბიშვილი ასევე ღირსეული რადიკალში ძალიან კარგი რადიკალშილებით გაბედი იყო ბიშვილი და გათხოვდა კონდიციხიდან აბიტუარი გააჩინა ვიღაც ფანი მასწავლებელი საგანი ჩარგანში და ის ფანი უნდა მოეკლოთ გაიქცა მე მართა გათხოვდა მიხა თვითონ გაბრაზდა რა კი მათი გაბილი იყო ვაჟად მე ისეთი იმიტომ დახვრიტეს თორემ ჩვენები მოსამსახურე კაცი იყო მე ეთქი ვაჟაზე თქვა ერთი ორი სიტყვა եմ ძალიან ძნელია და მე იმას ვიტყვით რომ ვაჟა საოცარი დიდი ვაჟკაცი იყო ნამდვილი მქიერი იყო ნამდვილი ფარხმანსაც ატარებდა იმიტომ რომ მქიერისთვის განსაკუთრებით ხელსურებით და იდირად ვაჟა ხელსური იყო დირად ცვლიდა თავის თავს შემსულთა ჩამომავლად და ამიტომაც ხელსურებდა ძალიან ბევრს და კარგად წერდა და დადიოდა კიდევ დიდაშვილებთან იქ და როცა მან ჩარგანში ცოტა იყოს შეატუხებდა მოიკეთებს კიდევაც ვაჟა
იმიტომ რომ სიამაყისა და ვაჟკაცობით გამო დავიდა და გოგოჭრებთან ავიდა ბუთუკურთად ბარისახოთ ცოტა ბრემონთარი სოფელი გადაღმა ავიდა რომ მომეხმარენ დამინთავით რომ მოკლოს მიმტირებენო წამოყვნენ ბუთუკურები ჩამოვიდნენ მან ჩამიგლებებს უთხრეს ამოვწყეთავთ დღეში ამოვწყეთავთ თუ გაწყვეტავთ ვაჟას რო თითი დააკარო თუ და ამას რამე საოცარი ისტორია საოცარია მე ვაჟა ჩამოვიდა პირველად ის გოლის საოსტატო ანუ პედაგოგიური სასწავლებელი რომ დაამთავრა ვაჟამ გაგზავნეს სწორად სოფელში დღეს ამ სოფელს ღულენები ქვია ეტრუსი გზა გაგიძრე აი სწორად სოფელში შეუდგათ სიყვარული თაქმებს, შობლებს, ბავშვებს, უყვარდა თაქმები იყვნენ. გუნდელმა მონტრალტა ეგრო ეს ასე ვთქვა სკოლას. ესო მე უნდა დავამუშაო. ეს გუნდელი მოიწროა იქიდან. და გუნდელთან ასე დამოკიდებულებამ არაპატიებ და გაამდეს სკოლიდან. მე მეთავდა პეტერბურგში წავიდა ცოტა ხნით იყო გავუჭირო წამოვიდა იქიდანაც ხოდა მე კიდე სადა მასწავლებლობა დიპლომატი სადა მასწავლებლობა რაღაც იქაც სწორედ უდანთან და მამასთან მოვიდა უთანხმოება ხოდა მე თუნიანება თავი ბარდა წავიდა დავიდან თაშიდაინ თალთაიგდა ერა ბევრი ასე იძახილდა იცნობს რომ ვარიანტს თავუყარდა თითგარეში არ შეეძლო ამიტომ წავიდა რომ თაშიეთორა არა ეგარი ძალიან შეხედულება ის მარიამ დემურია პრეფექტნობილ ბოგვატებთან წერან ხან განგვექცე რედაქტორს წერს რომ თაში მცხოვრება მკლავსო არ შემიძლია განსაკუთრებით მაშინ მაგრამ ცივილი წყვილ დაემართა და ბზის გადაკრა დავადებული არ შემიძლია იქნებ თქვენთან მაინც როგორ მამუშაობთ ანთი გამოვიდა δεν გამოვიდა მუშაობა თორში იქახავდა მთაში იმათ ნიშნებლა უნდა და საკონცერტო უნდა ვაჟათი მე აი თემპიში პირველად იქ ვაჟათ კაბინეტში წავიკითხე მოხსენება მან დამეფხნენ თავს ბატონმა დუმბურიდე მე იქ ვაჟათ კაბინეტში უპატიოსნესი კაცი ბატონი დუმბერი უნივერსიტეტის სინდისებახტენ იმან დამიცვა და ყველას მოუწოდა ბოლო თავისი აბრი გამოთქვა დაუმკითხეთ რა აქინესონდი თავსო და რასიცულება რაღაცა მე ვთქვი რომ ვარია იყო ტრაგიკული პიროვნება ამები თავი გალაგებული მთაში ეს იყო თუ ვინმე ტრაგედიად განიცდიდა აი თავი ცხოვრებისას უბედურება გიორგი ყავდა ძმა იურისტი მომიგებენ მოსამართლენ ქიადექი იმის გამო რომ ბუნტოვში ძმას ეხმარება არ ეხმარებოდა კაპიკით არ ეხმარებოდა სანდრო ხანდა ძმა თბილისში ისეთ მოხერე იყო ბანკში მუშაობდა ისეთ როლი იყო კარგი არ ეხმარებოდა
ერთადერთი ძმა, ნამდვილი ძმა გულშემატკივარი იყო თედო, რომელიც ხელთუბაში, გოლში მასწავლებელობდა. იქ შეეცო თოვლი, იქ დასახლა. აი ეს იყო გულშემატკივარი ვაჟა და ამიტომ მოკლეს პირველი ციხე. და ვაჟამ წინტრით გაატარა ცხოვრება. არც წამდის ფული ჰქონდა, არც საჭმლის ფული ჰქონდა. გოგუები ვინცი შილები დამთან დაფული ფერსიცერები დადიოდნენ. ეს საერთოდ უნდა იყო ცაში ბაქში კი არა დღეს კიდე აი გვიან თემა ხალხობაში მე ცელ სოფელში ფერტროც მიყო ვინმე არ მინახია დადიოდა ყველა ფერსიცერი დღეს და რამ სამუშაობე ტყეში ღრეში რომ არ დაიგდოთ ქალმან წინდა უფრთხილდებოდა არა ქონდათ რეკიდათ მე დამთანში დიდი სავანი არსად იყო გამოვიდოდნენ უბრალოდ გომუჩუნა გამოცულიყო ის შეშარაღდა ფერსიცერები გამოდიოდა ლაიბანჯად ქარიშიებით ისე იყვნენ ფერსიცერები ეთყობა ისე გაცივდნენ ამინდის გავლენ ვაჟას არც ერთ ქალ არც გულქან არც თამან არც მარიამ სამი ქალი ყავდა მეოთხე ნევანი გაუჩნდა და მე მომკვდა საფრთხე კეკე მე ძალიან კარგი ბეუნე ყავდა გორიდან წაიყვანა ის შეუყვარდა უთარაში საფული გოგო ერთ-ერთი და ის შეუყვარდა ის შილამასწავლებელად მიიწვეთ ვაჟა მასში ის ცოლით მომკვდა უნტეო იყო ვაჟა უნტეო გოგოები დამთანში რომ მოვიდნენ თანხმობთ კახეთი იყო ვაჟა პასუხი იქ ოთხას აკეთებდა ოთხას ატარებდა ხოლმე და მე ვინოთ ურეულ ხორბალს რაღაცებს უგროვდნენ აგროვდნენ ამპანმენ შავს ხოდა იმაშინ დაგამოყვა ხენებით მარტო კავერადვი და ამერს მარტო გამოყვა რომ მოვიდნენ თარიღი მან ის ვულკანი გახავდათ ის შილა და ის სადარი ვიკითხეს მეგობრებს გავდაკავდა დემოთ მეგობრებთან ოფილიყო ჩამოდიო მოგივიდა მამა უნდა გამოიწო ჩამოდია ფერციცერა თოლში და მამიდამ კირილი დაიპყრო აიო გე მოგიკვდებს მამიდო და აი ეს მეცნუდა ფეხებს გულქალმან პროდა იმაში ხუტებო ქუქეთო კავირის ქეშო და მიჩვობა ფეხებს უჩინები დარტი მანთანა გულქანი ნინკერი იყო დანიან უყვარდა განფრთხილება რამშენ ქნა დამიანა რატომ არ მოვეწვა და ვაჟას რო შეგრეთ ეგ დაფატვიფი ერთი ორი სტროფი გულქანს უთხია დროხენთან იყო დაანცერვა იმამ გაიყიდა და ეგ დაწერა დააგდო სიძვე და დააგდო შინომოვიდა უთხრა მამას რომ აი ერთი რაღაცა დავწერე მამი უნდა გადავაგდო სადგან დააგდე შილო ესა წამოდი ვიპოვო დაიყვარა იმპოვეთი თქვა მოვიდა და ვაჟა მერე დაწერა მაგაზე ხოდა ინტერნეტებოდა რომ შილებს ვერვასწავლე გულქანი მაინც მინდოდა რომ ესწავლენი ეკო მაგრამ არა ქონა შეფოდენ ერთამენტი თედო ეხმარებოდა რომ გითხრით ისო ვინო თიდა ფული მასათ რაქო და ფული რაუნდა და ვაჟა იყო ტრაგიკული პიროვნება ძალიან დიდი ტრაგიკული
ბატონო გიგი ისეთი რამეები თქვით რომ გული მოუკვდება ადამიანს უბრალოდ სასაულია რომ ასეთ გენიოს ასეთ მომრიობო რო ქონდა და მე ვიცი ერთი რამ რომ პეტერბურგში რომ ჩავიდა ვაჟაფშაველა და მისი ვაჟკაცობის ის მინდა აგერ ბატონმა დავითმა შეგითხვა ამით დაიწყო და მე მინდა თქვა ეს და დავადასტურო რომ ეს ყველაფერი სწორია რომ ჩავიდა და მაშინ იცით რომ ბილიარდის თამაში იყო და ასე იგი გინდა თეგები გოლდი მაშინ როგორ მაშინ გიამო მე გიამბობ ერთი ბატონო კი ბატონო ვაჟა აქედან კულაგზანენმა გაუშვა კულაგზანენთან გაათიე რამე საკონენ ჩავუგრეკე და ბაკი ქონდა გლდანში კულაგ ჩვენმა ტელემაყურებელმა რო იცოდეს გენია დიდი ქართველი ეროვნული მოჭიდავე ასე ვთქვათ ლეგენდარული პიროვნება ქართულ ჭიდაობაში ლეგენდარული ხოდა იმ კულაგზანენმა უთხრა კულა მოგიკვდესო ვაჟა გამეთათებ დაიქადა გამოხმდა გულიწკივი რომ სწავლა მინდოდა პეტერბურგში არა მაქვს ფული რა ვქნა კულა მოგიკვდეს რომ გზანენდო თუ თიანეთი არა მოვიდება კიდაობა გამოთოდა ფულს ვქნა და გაგიშე პეტერბურგში ეს შეაცვლა კულამ და გავუშვა პეტერბურგში იქ სწავლობდა გიორგი უკვე მამა იმას უბრალოდ ხელს იურიდობა იურისტი გამოვა და იურიდი სწავლობდა გიორგი და იქ იყო და იმასთან წავიდა ეს ფული რამეხარდა 1-3 თვე ეყოფინა რაღაც გაუთავდა და გიორგი თმისიერი დარჩა არც იმას ჰქონდა რა ჰქონდა ანიმა ხონდა ერთხელ ქცივები გამოვიდნენ რომ იქები მე შეხვდეთ ჩვენ თავით ფიერი ფულიანი ვიღაცა გამომიტირო თან ფულიანი და დაპატიჟოსო და რომონდიან ქუჩაში შევდგათ ვიღაცა ნამცნობები შევდგა ვითამაშოთ ბილიარდი ვითამაშოთ ამათ მემბიაქ რომ ისინი აიტმენ ამათ ერთელი თავიდან თაბილიანში თამაშობდა და ვაჟა კარგად თამაშობდა ბილიარდს და მოუგო სასაული არ არის იმ პერიოდში ფთაში გაზრდილი კაცი მარტერას ნიშნავს ნიჭიერება ხო ეს ელიტარული სკოლისა ეთქობა როგორ თოფის მიზანი ინთოდა რა ხოდა ითამაშობდა რომ წააგეთ იმან უნცებიმან გაიპარა ის საფეფარიშოში შევალაგა გაიპარა ამათ ჩავნეთ ხელი რომ გადაიხადეთ თაბაში ფული და იმან წააგეთო და ჩვენათო გაიწედი სადარიან მონახეთო ანუ თემა გადაიხადო და დაუწყეთ თემა აუ გიორგის კარგი ძლიერი იყო ეს ვაჟა იყო და დაკნაში მაგრები იყვნენ მუსტიკაში გამარჯვებულები გამოდიოდნენ ამ გორში და ფერავში ფეხარებთან ფეფეინ მაინტერესებს უბრალოდ ვაჟა ხოდა ანტდა ჩუბი მოკლედ ბევრი ვარ გავამტელოდა ამ ორმა რამდენი კუთხეში მიდგენა რამდენი უახლოვდა იმდე დასწრება გააგორეს და როაღარ ქერდებიან და დაიღანენ და გიორგი მუთრა ვაჟა გამაგდეო მე გავა პოლიციას დაუდახე მომიყვანა გავარდა ის მოვიყვანა პოლიციელი და ამან ასება რა არის და აი ამოთმა უთხრა ვაიფეთ ცენესტო ვინო ორმა კანტო ამანტო ორმა ხო აი მორმა ოცკაცაკცედესო თურამდენი ხარ ბევრი თუთქენიო და შეაგინა იმ პიონერობა და როგორ დავწერო სიტყვიდა რომ ორმა კაცო ამენხარ თემა მოკნენ ეს ვაჟა მერე წამოვიდა მე პიგრავიკო და გიორგი იგონენს მერე რომ მოვდიოდი ნემსკიდრე და უცებიღათა მაჩერებსო
პროტი რაღაცა ევროპულად თაფული ცილინდრი თეთრი ხელთათვე ხერო ის ხوارა ხართ ამასთან თობი რომ მოხდა იქ კიო მე ვარ ის იყო მეორე თემინდმა იყო ვაჟო სადარიო წავიდო გაბიტიდო საჭმელი არა მქონა არა გვაქვს ფულიო შესაძლებელი აუ ევროპაში წავიყვანდი რა და ბოქსიო and diamond to the deep full fossil. So that I try Sharada. Mere Vajas Kilometer Gerari, episode of Rotagamu and Ashino Tanda Kilometer. Agramik Batongi, Memaxos, იქ თამაში იყო ბილიარდის ესე რომ ვინც მოიგებდა იქ რომ მივიდა ვაჟაფშაველა ჩოხაში იყო და იმ კაცმა იბიგრა ისეთ ფიერი რომ ამას მოუგებ ახლა ეგონა დიდი პული ქონდა და რომ შევიდნენ ვაჟამ ხომ მოიგო და ვინც წააგებდა იმას უნდა გადაეხადა პურმარილი ვაჟამ გააწყობეს ეს პურმარილი და ვაჟამ იფიქრა რომ ახლა გაიპარა ის კი დაინახა მაგრამ ჯერ უნდა მიიღოს პურმარილი რომ დანაყდეს ამის ვის ითამაშეს და რო დანაყდა მე რო გადიოდნენ გარეთ იმათ უთხრეს რომ კი მაგრამ ზადმედი ხარ პული გადაიხადეთო და ვაჟა გავიდა მე ესე ვიცოდი მე პეტერბურგში რომ მუყებოდი ამათ ძალიან ბევრი იმეს და ვეუბნებოდი მე იმ ქვეყნიდან ვარ რომელმაც ეს და ტაშს მიკრავდნენ მაშინ და ვეუბნებოდნენ რომ ვაჟკაცი კაციო ეგრე რამიფეთ ბევრი ახლა I was a legend David David. Login ადამიანი ბევრ სამანკემენ. არწივი რატო დაწერა ისის ლეგენდასავით. კი, მაგალითად 3-4 ვარიანტია. ახლა ჩვენ წიგნი გვაქვს, ასე განავთქვით. ესა ჩემი საწუთრო სამზეო ლიტერატურის პრემია მოგენიჭეთ. მწერალთა კავშირით და კულტურის სამინისტროს ერთობლივი კონკურსით ლიტერატურულ დოკუმენტურ პროზაში პირველ პრემია მომწია. კი ბატონო, და ეს არის გადაიმისა რომ აქ თქვათ ეთნოლოგიურ საკითხებზე და ყოფაცხოვრებაზე მთიელთა არის ძალიან საინტერესო. აქ არის მოგონებები, პირადი ურთიერთობები შანიძესთან, გიორგი ლევონიძე, კონსტანტინე გამსახურდიასთან, რევაზ ინანიშვილთან, ჭამია აბირეჯიბთან, გაბრიელ ჯაბუშანური, ვახტანგ ჭელიძე და ზვიად გამსახურდიასთან თქვენი ნაცნობობა და ურთიერთობა. ზვიად გამსახურდიასთან ძალიან საოცარი ძალიან უფრო შინაარსიანი მეგობრობა მქონდა. ახლა რადგან ზვიადი ვახსენეთ და ის ახლა ხან ჩვენი საზოგადოების ყურადღება მიიყრო სოციალურ ქსელში იყო ამ თემაზე ძალიან დიდი ხმაური რომ თქვენ კარგად იცით რომ გერი რომელიც ვაჟაფშაველას იყო და თქვენ პირველად ეს პირველმა წამოწიეთ ეს საკითხი ვახტანგ რაზიკაშვილი რომელსაც ბრალი ძალიან ბევრ ტრაგიკულ მოვლენებში ედება როგორიც არის მიხახელაშვილის დაღუპვა და კიდე ერთი პიროვნების და გამოქვეყნდა ლექსი სადაც ზვიად გამსახურდია მიზღვნილი აქვს ლექსი ჩემ ბატონო ვახტანგ რაზიკაშვილისადმი და თქვენ როგორ უყურებთ ამას და ესე იგი იცოდა მაშინ ზვიადმა მაგის შესახებ როგორც ვიცით იცოდა რაზიკაშვილის ვახტანგის ბიოგრაფიის შესახებ არ შეიძლება რომ ვთქვათ არ წაიდან ზვიად გამსახურდია მოკლედ 1993 წელს დიახ მოკლედ და მაშინ მე არ ვიცოდი ეგ და არავინ ფარჩავში არ იცოდა
მე ხლა მეგობრები ნაცრები მყავდნენ და ყველა რომ ლაპარაკობდა ყველა მითოდა იცე რომ მიხა ხელაშვილი მოკლა ლუკა მართლაშვილმა ლუკა მართლაშვილი იყო თავიდან დიდი მეგობარი დიდი სამეგობრო ჰქონდა ჩარგალში იქა სამეგობროში იყვნენ რომ მიხა ხელაშვილი ეს ლუკა მართლაშვილი გარსევანაშვილი ლევანი ვახტანგ რადრიკაშვილი და ვანო ხორნაუდი მაბაჩელი დაიცა სკოლის მასწავლებელი ნიკო მაკალათია დიდი პატრიოტი სერგისთან ერთად სერგი მაკალათია უდიდესი პატრიოტი იყო და უდიდესი მეცნიერი ხო და იმითი ძმა განჯებ გამოერიდა ოციან წლებს და წამოვიდა კომიტეტის გამარჯვების შემდეგ წამოვიდა მთაში ჩარგალში დასწავლებლად და იქ იყო ინტერესი ხო და მერე მიხა ხელაშვილთან ცოტა იმ ლუკასა და იმათ მოვიდათ რაღაცა გაიყვნენ იმიტომ რომ იმათ კომკავშირობა დაიწყეს მიხა ხელაშვილს კიდე ეკლესიები ებარა როგორც დიაკვანი და მაუზერი თქონდა მიცემული სპეციალურად თუ დაცვალდნენ ეკლესიებს ეხლა ჩვენ ვიცოდით რომ მოკლედ ლუკა მართლაშვილმა მოკლა და ეს ვარიანტი იყო მთელ ჩავში და ის მართლაშვილი კიდე მოკლა ყაჩაღმა ჭიჭოშვილმა ყაჩაღმა მოკლა იმ მიხა ხელაშვილის მეგობარი კახეთის საქონელთა ნამყოფი მაგის გამო მაგრამ ეხლა რა ეს გამჟღავნება ვახტანგის მკვლელობით როგორ მოხდა როგორ გავიგე ეროვნულ ბიბლიოთეკაში თურმე განიძრახეთ ამ 2000-იან წლებში მგონი 97 თუ 18 ბიბლიოთეკის არქივის განტვირთვა გადმოკრა ბედმეტი და იქ უთებ გადმოვანდა თურმე რვეული საერთო რვეული აწერია მიხა ხელაშვილის ლექსები გადმოწერილი ვანო ხორნაუდის მამა თქვენიშნი მამა ჩემი და მან მუშაობს ეხლა მუშაობს თაქთაქიშვილია ვიცი კარგი პიროვნება ვიცნობ კარგად ძალიან კარგი პიროვნება ძალიან განათლებული პიროვნება უაღრესო ამათ მომკრია თვალი კაცო და იცო როგორ მიხანეკა აიტათა ეს რეო გამხარდა და გადავტვირთა რომ ეს ლექსები არ არის გამოქვეყნებული და გამოვაქვეყნებ და იქვე მუშაობს ბანჩანად ვაჟად ჩამომავალი შილთაში გოგუარის ერთი მანანა რადრიკაშვილი და ითენა თეთრობა ხელაშვილის დებო ჰყავდათ ხელაშვილი და იყო ამათ დებოთ ეკუთვნოდა ხო და იცოდა ეს ამბები და იმან იცოდა რომ ამ ხელაშვილი მიხა ხელაშვილი ქალმა თამარმა კატალხევიდან მამა ჩემით მიერ გადაჭდეში გადამანრული შენახული დამანრული იმ ხელაშვილმა ხო მამა ჩემ დაუტოვა ლექსები თავი დაუტოვა პროფესორ კლენიტი კლენობის წინამდე
რომ თუ რომკლებ ბანო ხონოს მეტი იმის მეტი თემლექსებს არ შეინახავს და იმის მამა თემი იყო 19 წელი როგორი მემკვიდრეობა და გენეტიკური მეხსიერება გაქვთ წამოვიდა ლეგენდარული წამოვიდა მამა თემი ლექსები და იმ წუთი აი რომელი ტრუბები როა იმაში ჩაწერა აქებადიჩი და ჩაწერა ნაპირები ჩაუტეტყა და გაიწერა და ჩვენი სახლის მოპირაპირე წლიარი ინკლუს გამოქვაბული საბა შეიტანა დამა მოკლედ გვიან 19 წლის ბიჭი როცა მოსუდა ეს მოფამფალე საბჭოთა წყობილება საბოთდათიან ლებში ასულე თამარი იძიებს თუზე მამითურეთებს ყველგან სადაც მიმბარებული ქონდა იმ წოდებულს აღმოჩნდა ყველგან დაწეს ეშინოდა შემეშილი დირექტებს ისაც აღმოჩნდნენ თუ არ დახლებდნენ იქვე გადასახლება ნავდი ბევრი დაკარგეს ეგ ხოლო ამოიღო თამარ ქვემოთეთ შავლები თათა იცხოვრობე და გოგოს მანანა რადიკალში ზუთქია ამ ნევან თაკთაკი შევიცო აი ბებოჩემ საანკეთე წამოგებული ბანო ხუნონსაგან ნექსტ მოდიით მიამანტე მაგა გაუხარდა ამას რა თქმა უნდა გაიცელი თუჩი თამარი არატანდა ლექსებს ხენა ვერ მოვლით ამამა ჩემს შაური არავითის ой მანანა თბილისში დაბადებულდა რაიცო შაური და უთხრა მე როგორც ხეპა ბუდარი და გაგატანთო ხოლმე გიგი ხოლმე ჩათე თუ ამ საქმეში იმ დაგეხმარება ამათ წამოიგე საბოინტერესო მაგრამ გიგი ხოლმე სულ არ მოუნდა გადაწყვიტეთ რომ ჩვენ ნაკლები არ ვიცით და ჩვენ გამოვცეთ საბერო ბიბლიოთეკა დაიწყეთ მუშაობა მაგრამ გაიწედნენ მე მაინც არ დამინდახეთ ვერ გამოვცეთ 8 წელია თურმე მე კი მეცმუნდა რომ აი რაღაცა ატრიალებენ მამა შენი ლექსები რაღაცა მაგრამ მე არ ვიკადრე რაღაც არ ვიკადრე რომ ლექსქარო რაღაცა კეთებ რა ლექსები გაქვს მამა ჩემთან ვეროდები მე თითქმის ყოველდღე დავდიოდი საჯარო რომ მეწყერა არ მეუბნები არც მეუთხარია და უცებ ერთდღესაც მინდეკავ თამარი გიგიო შენა არახა როიმ ლექსები თამბავში ჩართული არა უთხარ არა ფერი ჩართული არ აუ ეგასატები ეკარგუნა ხავები ეგენი მე დავავარე მაგათ რო შეინტერესება ეგენი 8 წელია ქრისტიანო ვიტო 8 წელია გაჯიჯებული გადახონდა 8 წელია რა ჩააბენენ ამ ლექსებს არ მამაჩეთ რა ჩააბენენ გაჯიჯდნენ სიბისტული ნიდი სასტრაფոտო გამოართეგლექსები და მიხედე მე რა თქმა უნდა რომ დავირეკა იმ დრესები და გამოუცხადე იმან რა ლექსები გაცხელაში მომენტ უნდა წავლო აი დამიტყეთ ხერპერა მუდარა ისო აკადემიურ გამოცემას ვაკეთებ და ნუ შეგვიჩიე მე ვაწელი რა გიწიგის აკეთებ ჯერეთი მეორე რა აკადემიურ აკეთებ ხელაში წიგნი არ გამოცემონდა ნის მიხედაკეთ იცით რა აკადემია ხეთი ვერ გამოცემთ თქვა არ წიგნი არაფერი მე არ გამონკარებ და გამონკარებ
ეხლა მე თუ გინდათ გამოვხდეთ ნორმალური წიგნი მე უგეხლა მივიღეთ არა ჩვენო სანჯაროსო შეფერა მაგისათი აკადემიური წიგნი აი ასე გამოვხდეთ თუ კი და თქვენ მოგწევთ ბატონო გიგი ელექტრონულ ვერსიას მომენტი პირუთხა სამოვიგე ის ვერსია ამოვაბეჭდებ ვიტო აი როგორც რაღაცა შეგიძლიათ რა აუ ისეთი მუშაობა დავიწყე გავასწორე ჩავასწორე ტექსტები ყველა დღემდე რამეს ვასწორე მე დავალაგე თემატურად მე რაღაც ფაქტები მქონდა მე შეგრობილი პანკში, ფშავში, გომბოზე ეს ფაქტები და დავწერებ ცენტრიაში თქომა დაუთე მე ამ კითხვის დროს ვიწერდი ლექსიკას ახლა ეს ლექსიკა ამოვწერე განმარტებები ზოგიერთი მეცნიერ გამარტე დავედი გამხანდი ავედი უკანა ფშავში და ყველაფერი კარგად გამომარტებინე მეგულებოდნენ იქ ერთი მაგარი მისრაშვილი მართა იყო ერთი ტეტიაშვილი ვარეთ მეულე ხოსარაში ის დაიმენდებოდა როგორ იმანა დაით ბარიავი დიდმეტი აფერდახენ შევიბერი იყო იმის მე აღმოჩნდა კიდე საოცრად ხოდა გამომარტებინე ეს ყველაფერი გამომზადე და სამთვის მერე შემაჩი ტიგრიმ მქონდა დათ ენტი ფანდრო შანშიაში და იმათ აინტერესებდა გამოცემა მილიტანეთ იმიტომ რომ მე დავა დაიწყო და თვითონ გამოცემა და რაღაცები და ხოდა გამოვიდა ეს ტიგრი გამოვიდა და ეხლა რა იყო ის იმანო დამინდეკა ხოით გამოგთა ამ შევაშვილით ქარმა თამარმა რომ დამინდეკა და რომ ჩავედი ვითხრა შილო გიგი ანკამდე მანდავდი ანკამდე ვერავის შეუბნებოდი ქეკისები საგანა მქონდა და არის აპარაკო მეშინობდა რომ ვახტანგი რაფიკაშვილმა დასკრა ჩემ მამან ჩემ თოფია სამი იყვნენ იმ გამეთო ლუკა მართლანაშვილი დემან განთქმანაშვილი და ვახტანგი რაფიკაშვილი ხოლო ვახტანგი თალუკა ტრობა ქონდა შევაში მიხალწოდა მამან ჩემ ტრობა ქონდა იმიტომ რომ იმის შეყვარებულ სათვალე დადევდა დედუნას ეს ვახტანგი და რომ იმ რამეთ რომ მოვიდა მეორე დღეს თიანეთში აპირებდა გადასვლას იარვარი იყო რაც გადავიდოდა სატყალი თადე დაიღუპებოდა ამ დათვალა მე ტიგრარა ქონდა თურმე და ამ ლუკამ იგი გაფარცა რაღაცა ანკეთი კითხინკარი განკეთდა მოვიდა ლევანით მიშარი ქონდა გარეთ გადასკიდა ხარიხნებდნენ წითელი საბანკი თურმე ამ ლუკას თოლმა დაინახა იმ ლევანმა და მოვიდა ვითომი შემთხვევით და იქეიფება ათრობედა შევაში და მიხას ათრობედა ადავებენ იმ კიდე გარტინული გარეთ დამთარში ტყეში ამარა იქნებო ამანქნობაში გაიყვანეს დააძინეს საბდელში დაითვრეს მიხა
ეს ლევანი გაიქცა იქვე ხოდათ გოლი აი ვაჟებთან ხილსადარი ხერგარმა პატარა ხერი ტიტა ხევაი იმით გარმა გოლი არის ხოდით გოლი იმ ხოდით გოლზე თაფში იყვნენ კჩაინბინა იქა უთხრა ვახტანგს რომ დავადვინენ თუ წამოვიდა წამოვიდა ვახტანგი თუნა მოკლა მიხა და ლუკას უთხრეს რომ შენ ლაშქარი იმათ კონდა იარაღი თემური თავრობის ვახტანგთან კონდა მაგრამ შენ ლაშქარი არა უნდა დავკარო მე ლამფას მოგილათებ მაშინ შენ ლაშქარი ლევანს უნდა დაეწყო და ვახტანგი უკან მეხლობო სულ ეს ლევანი მივიდა და უკან კალმა შედები და ვერ დახტა სასაულისურია გადმოდი უკანო მოკრა ხელია ვახტან გაბრადები იმ გამონტილი ყოლობაში უკვე დახოცილი ხალხი ხალხი და ტიპიც ისეთი და გადავიდა და პირდაპირ შუბში დახტა სახეთიანი წვია მე ჩამოვიდაში შეკალმან ხეიმა გაიქცა მაგაროთკას მილიცია შეატყობინა და იმ თუთი მილიცია წამოვიდა 63 კაცი იყო სპეციალურად ამოსული წამოვიდა ისინი სადღაც გამთელის ხანდრა აღმოჩნდა ფეხი ტრაქტორი შემოეწნენ იმ საბერდელს იმ საბატე ხესროლა ვითომავი თებოვკან თამოიტანეთ ლარი მიხადა დაამდეს თაგლის საფიხუნ ადგილზე იქ ვაჟად საფრეთ პირდაპირ საფიხუნ კაკები იდგა თულდება იქაც და ხოლმე საკითხებს ჩარგლელე იქ დაამდეს მე დააკრებ წალამდე ფიფრ მარხილი რაღაცა შეკრება იმით წამოიღეს დუშეთი დააგდეს მილიციაში კარგა ხანთეგლობა მე მილიციაში მე დაუპირეთ ერთი თვის მე უკვე გახსნა დაიწყო და გადაგდება დაუპირეთ მიხარდა იქ მუშაობდა მილიციაში თურმე შემსული ტრიკრაული კინტად მამუკა დაუბარებია თერგალში დათთან სალომესთან ჩამოვიდეს სასტრაფოთო გადაგდებას უპირები ის ვიღაცა სასტრაფო თავიდა თერგალში იქიდან სასტრაფო ჩამოვიდა ეს სალომე რამით მოიპარეს მიხა იმ კინტად ვაბუკამანდა ამ სალომემ გაიტანეს დუშეთის გადაპირა ღამე და ეგრეთ აიღო იმ სალომს მიქონდა დღერო თენება დაიწყო ტყეში შევიდა მეორე დღესაც ეგრე ღამე მიქონდა დღე იმანებოდა აიტანო დამარხა თანგანში თავად მიხა დედის ნესტი იყო ის დედაც კომკავშირებმა მოუკრეს წამებით დედა მოვიკრეს ფშავრებმა 64 წლისა ეს მიხა ლექცია დედა ფილოსოფიის საბრარა ვიყავდედა როცა შენ გაგიწირო და კრავდნენ დაიკვნებდი დაინატრებდი შულსა ცოტა ეთარი დიდი ლექცია ან ქუდრადამ ხურავ თავდება ამ თობს რაიცად ვიდაო თუკი მე ამას შავარცელ იოსებ ჯანაშვილსა ერთეთი კომკავშირები იოსები ყოფილა ხანდლის წერითაც
თორად დაინებდა შენ კაჩარის შვილი სადაიო და იმ ხანძრის იმ ცხოვრებაში შემოაკვდა თითქოს უნდა მიხმანგამდე ემუქრებულა იმან და გაერთრა გამოდიოდა ხოდა თამარმა მითხრა იქ რომ შილო მე კი ვიცოდიო ყველაფერი მაგრამ ვერ ვამბობდიო ჩეკითემა გამამფრინეთ რაგენ ლაპარაკო არ ვამბობ ეხლა ვაიგეუბნები ეგრე პირველად გამოდი წინასწი წყობაში მეც მიწერია იქაო თუ მოგეტონებო იმ წინასწი წყობა დაურთევ თუ არა და შენ წინასწი წყობაში ჩაწერე აუცილებელად რომ მამაჩემ თოფი დაკრა ვახტანგ რადიკაში სამი იყვნენ მკვლელები მაგრამ უშუალოდ ტყვია დაკრა ვახტანგმა მე წამოვედი ეხლა ერთ ამბავი ჩავინიშე ყველაფერი თამარმა არ გამომიცვა იმ რამე ბევრი რამე მიამბო მე ზოგი წინასწი წყობაში გამოვიდე ჩამოვედი დავწერე ჩემი წინასწი წყობა მაგრამ მე ვიფიქრე კაცო ფაქტი არა მანქბე ეხლა მე დავწერო ვახტანგმა მოკლა შევაში დამკვლელი იყო ვახტანგი ამდექი და ის თამარი წინასწი წყობა დაურსე პირველ გამონთან მან ჩემი ორი წინასწი წყობა რომ თამარის მტკიცება ყოფილი და ეს იყო 2006 წელს რომ გამიშრამდა თამარი ძალიან გამსახურდია საიდანაც ხოდი ძალიან გამსახურდია უბრალოდ იყო დიდი პატრიოტი და ერთგვარებოდა ვაჟასაც იმისსაც ხელაშვილსაც ისა და იმის მამა ბატონი კონსტანტინე თურმე კითხებოდნენ ფიცამენ თერების ამენ განსაკუთრებით გაბრიელ ჯაბუშანუდის ამა ის გაქცეული იყო აქედან დაიწერა დაფნენტები რომ დაიწყეთ ლადოაცათელ კოტეხიბის აშვილი ეფერო თახოთეთ ლადოაცათელი კი თავისი პირი დოკტორ მაგრამ მანამ მევინახავდა თავსახური რო არ ვიცე საჭირო რო არ ქონდა თავსაფარი რო არ ქონდა ვინაკეთებდა ამას მაგათაკეთებდნენ აი დიდი პოეტები რაფერ ესე იგი გერი იყო ეს მისი შვილი არ იყო ხო ნუ იქ არა ამას ვამბობ რომ გვარი ათიუცია არ მინდა გვარი ეს რა იყო თით მეც როცა იყვანა ვახტანგმა ბაჩარამდა შავიდე იყო ბეცო დუქანი კონდა თაგდიფკა იმან წამოყენს ხორხიდა ერთამა იცოდი იმან თუ შინ დაბრუნებული ქალიო იმ ბეცო შავიდე ყავდა ხორხელი ქალი და იმითნიან თებდა წამოიყვანა და მეცე თებე გაჩინაში რამიხედა არ მიცავაჟამ თავისი გვარი და დაწერა იმ დედამ დიდებაში იყო თაბარ დიდებაში გუდამანტრა დედად იმან მითხრა თავისი გვარი ეს ვახტანგი გორში რო წაიყვანენ სასწავლებლად დიდებაში გვარდა იყო სამბუთები დიდებაში იქ ლევან თოლთამარ ქონდა ხელთი საბუთები გორიდან და ჩავიდე ერთ ვახტანგი თურმე ერთხელ რო ვითომ მოსთანახულებლონდა ქონდა ის ზედა უთრა რაცაბუთი გაქშენო თემო მანტონ კიო ვახტანგ ვაიო საბუთი მე მანქოდა შენ ტყიანან ფიყავი თორ ამ საფუთ გავაქვეყნე
რომიცა ეგრევე რუმენში ჩააგო გამოვარდა და გიჟივით ხელებით ხენ მამკრავთ თქვენ მამკრავთ და გავიქცევ დატვა ის საბუთი მე არადლე და ვაჟა არ მიქცა გვარი ხოდა მე რომ მუშაობდი ვაჟადე ყველა საბუთი დავთხრიკე და რაკი ეთამბრავით იყო მე მნახე თარგლის ეკლესიის იმ დროინდელი ტიგი თავად იწერებოდა დაბადებულები და გადათვლილები მნახე ვახტანგი დაბადებით იცად გადაწერი მან როგორ აგეხლა გადაწყვეტია ხარი 1906 წელს როცა ვაჟა უკვე თოთხალე არ იყო და მიპერინია კრით გადააკეთა იმისი გვარსახელი აქვს და მიწეთ გვარი რადიკალში დედით მოთხოვით ბატონო გიგი ახლა ის ვერსია რომ გადამაგსა ვახტანგ რაზიკაშვილმა დაავრცულა ის ხალბატონი იმისი მეუღლე მიხასი და იქედან შვილი შეეძინა ეს სწორი ფაქტია? ადასტურებთ თქვენ ამ ფაქტს? არა. ყოილია. ის ალექსი ბატონო? ალექსი რადიკალში. ხო, ლაპარაკია იმაზე რომ მიხა ხელაშვილის მეუღლეს და შემდეგ როცა მოკლა მიხა ხო ეს ვერსიებით ვრცელდება მიხა რომ მოკლა შემდეგ მის მეუღლესთან ესე იგი აიძულა თუ და როგორ მოხდა და არაო დაურსულა და მისგან შეეძინა შვილი ესე არ ადასტურებს არა გასაგები ის მიხა რომ მოკლენ მანამდე ვერ ბედადან გაკარებათ იქ ნუ გაივდი ვახტანგო სადაც ხელაი ძებია ტყიგანუბარებს ხელამ დაუბარა თურმე ესეთი ჩემ საწოლებს ნუ დავდეოდა ცოლ იქ ნუ გაივდი ვახტანგო სადაც ხელაი ძებია თავის გვარდავიტყებულო რადიკალში ხდებიო გასაგებია სანამ თოთხალი იყო მიხა ვერ გაეკარებოდა ვახტანგი შემდეგზეა ლაპარაკი მე ეს დედულა თვალებში წაიყვანა ვიღაც ბერიანზე იქ ავდა იმ ბერიანზე იქ გაუჩნდა ის ალექსი მე ის ბერიანზე მოკვდა ეს დედულა ისევ თავში წამოვიდა ჩავიგანში და წამოიყვანა ეს ბალრით და ამ ბალმა რო წამოვიდა და დაიბრალა ვახტანგის შევარ. აჰა, ეს ინფორმაცია არასწორია. კი ბატონო. ესეთი ამბიტუარი იყო ეს ვახტანგი. და ის ალექსი ამბიტუარი. გასაგები. და ყველა ეს ბოროტება წამოვიდა ვახტანგის დედისგან. ყველაფერი ბევრი რამ წამოვიდა ვახტანგის. კარგი. ბევრი რამ კი არა ყველაფერი წამოვიდა შეაძულა. აი ხშირად მიფიქრია გენიოსები როგორ ცდებიან პირად ცხოვრებაში და საერთოდ აი ამ მიწაზე მორგებული არც ერთი გენიოსი არ ყო. მართალი ხარ. ითირა მე რატომ წინწიწილე ხარა ჩემბრანა მაგრამ მე უბრალდები ნოდე რომ ბაჟაშვილი ვინც იყო ლევანი იყო უწყინვალესი ბაშკაცი კატო ვიღაცა ციტატა შემხდა საბრალდა აღარ მახსოვს პირში გამოვიყენე თუ არა არ მახსოვს მეგრელი ვიღაცა დიდი თანამდებობის კაცი თბილისიდან რომ რანაირი ბაშკაცები რასილამანდის ბაშკაცები არ მინახია მე სამეგრელოში აღმოსავლეთი დასად მე ეგეთი ლამაზი ეგეთი მოხდენა ეგეთი წვიანი დილობიანი ინტელიგენტი ნამდვილი კაცი მე არ მინახია ნამდვილი ვაჟაკს შესაფერით ის რა დაეხლითა თუ ის იყო
იქნებოდა სამი მუშოკაცი. ბიჭოი დახლითა და ვახტანგ იმიანკერეთ. ცოლენ სახელით გამტეხ. და ის ალექსი კიდევ უარეს გიგი იყო. განმანგურა ვაჟას მუზეუმ. იმათამ დოლა შევალე კიდე რამდენი დრო. გამონქონდა ხანი ჩაგამოიტანა ბაჟასთან კოდიხან გატია. მინკის აღხედა ერთხელ. და დააბრანა ერთ ბალს, მოიპარახა ხოლმე. ვინ ბატონო გიგი ვინ გაყიდა? ჰა? ვინ გაყიდა ეს ხალიჩა? ალექსი. დიახ. ბითუმ რამიკაში. და გამონიტანა დიდი რანგარი სპიენდი ფიცით ვაჟასთან კოდიხან. მაშინ აიტანა დედის წებაში სარეთ ხრეთხავდა ხელსურვე და ლემანის შვილი ქალი ანი ნინო ერთ დანიან პატრიოტთან ძალიან კარგი ქალი მენდი პრინც ბულშაკია იცხოვრობს ახლა ის ჩარგაში მამით ლუკა რადიკაშვილის სახლში ერთ შვილი იყო ლემანის შვილი ლუკა იმით ფაქტი და იმათ ფენახეთ ეს ხო ვაჟას მუზეუმში დო რატო გაგთქო მე მეგანა კირაი მასება რა უდამათა ჯომასება თურალა თეატრ გამოგაცი მუზეუმიდან კი ბატონო საოცრად ის ამანტი დედავანტი რეგა ვიღაცე მებია რანტუებიო ბიტო კი არ ვებდი კათო ეს რა ადამიანური ფაქტი ეს რაღაცა ისეთი თანხებული და ურიცული შეუგნებელი დამოკიდებული თუნდაც ფიგურებია იქარგლენები გოგიეთი გამოხდებოდა და მიმკითხებდა რაღაცა მე კიდევ ვეუბნები რატო მოიმკვეთეთ იქარგლენება ბაჟა ეს ხო ფაქტია დოკუმენტია მე არ ვიგონე ეს გულხანმან ჩავანწერი მოიმკვეთეთ რატო მოიმკვეთეთ ბაჟა ბატონო თემო ჩვენმა კრამანდელმა შეფერდა მანცევდიან ფონდზე წავიდა იმიტომ რომ საქმე ეხება ძალიან ემოციურ ფონს ბევრი ვინაპარაკე გონი მაგრამ შეარჩევთ კი ბატონო თქვენ არაფერი არ არის შესაძლებელი თქვენი ყველა სიტყვა ქართული ლიტერატურის ცოდნობისთვის რა დღეს სიტყვა არის მნიშვნელოვანი იმიტომ რომ საქართველოს ლიტერატურის ისტორია იმა თქვენი დამსახურება ძალიან მნიშვნელოვანია ასე ის ლაქები რომლებიც ჩვენ ისტორიის მანძილზე არასწორად და გამრუდებული სარკით უყურებდით და მეც და ბატონი თემურის და იანელის და ჩვენ და მთელი საქართველოს ვკითხულობდით ვახტანგ რაძიკაშვილის მამაჩემი შაველა და ვკითხულობდით ამას და ანუ ჩვენ უყურებდით იჯაკის მეორე მხარეს სარჩულს და ვერ უყურებდით მას და ამისთვისაც მადლობა თქვენი რა თქმა უნდა უდიდესი მადლობა იმისთვის რომ თქვენ მთელი თქვენი ცხოვრება გარდა იმისა რომ ამდენ მნიშვნელოვან რამეს ეხებით რა თქვენ ახლა თქვენი მოღვაწეობა არის მაგრამ აი ვაჟას ხრივ და დამსახურება ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია და ბატონ თემურ რას დაამატებდით რა გაქვთ საქმე უბრალოდ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და ვაჟას უმაქვს გამონათქვამი თაც მაღალია ბარიც მაღალი და კაცი უნდა იყოს უფრო მაღალიო აი აგერ არის ეკუთვნის დიდი მადლობა წაღანაც მოგიხადეთ მადლობა რომ ხართ პირველ რიგში ამაზე გიხდით მადლობას რაღაც აი საოცარი დღეა ჩემს ცხოვრებაში არ დამავიწყდება ეს დღე მართლაც აი ეს ისტორია ქართველობას უნდა სცოდნოდა და აღფრთოვანებული ვარ აი ამ ისტორიებით თქვენი პიროვნებით ბატონო გიგი უღრმეს მადლობას გადაგიხდი ქართველი ერის სახელით რადგანაც ვაჟას ცხოვრება ჩვენ უნდა გვცოდნოდა და აი ეს ისტორია ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს გმადლობთ და დიდი მადლობა ბატონო დავით დღევანდელი დღისთვის ეს ისტორიული დღე შედგა დღეს და ბატონო გიგი დაგლოცავთ და მრავალი წელი
იცოცხლეთ ქართველი ერის გულის გასახარად და ესეთი საოცარი ისტორიების მოსაყოლად. გმადლობთ. ბატონო, დიდი უერთდები ჩემი მეგობრების, ვიფასი ადამიანების, ბატონ თემურისა და ხალბატონ იანიძის ნათქვამს, თქვენ მართლაც ხართ ქართული კულტურის გრალის მცველი, თქვენ სანთელივით პიროვნება ხარ, როგორც მთაში იტყვიან, ყვავილივით კაცი იყო და კრტესავით ცხოვრობდაო. მონადირე კაცი ხართ, მოგზაური კაცი ხართ და თქვენ დაატარებთ ქართულ მთას, დაატარებთ თქვენი სხეულით ვაჟა-ფშაველას, დაატარებთ იმ შავ სიტყვებს, რომლებიც დაკარგული იქნებოდა რომ არა თქვენი ხვაწლი იმ დიდი ტოპონიმიკას და ტოპონიმიკის ყველაზე ცოცხალი და ხელშესახები ის რითაც ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ტოპონიმიკა მთელი აღმოსავლეთ საქართველოს მთა შვიდივე კუთხე სოფელ ამაკ მოვიდი და ერთ სიტყვები სახელები ძალიან ძირფანტიოვან არუნონ თიქობა მეუბნებოდა გიგი თითეული სიტყვა თითეული სახელი ოქრო დაბრიდება ოქრო ფართად მომავალ და აი ჩემსანი ვერთი მეცხრე ქალი ტამბოვშია ლექტორი იკვლევ ინგლისური ძირებს ქართული სტილით და მოვიდა გუდანში წამოყვანა თავი ვანაში გუდანი აი ეს სახელი არ იხსნება აუხსენ სიტყვებში არითო ინგლისურში აუხსენ სიტყვებში გუდ ღმერთი სახელი და აი მე გამახსენდა გუდანი და იმან ეთქობა დიდი გამოკვლევა დაწერე ხა და გუდანი დგას და კიდე რამდენი ეგეთი სახელია ხევსურეთი არა იქ დიდი სახელები და ერთ მერე შემახსირის ტიგილმა მერე იქ ბამანქების არქივით გადამალული იყო იცით საბრატით იქიდან ერთი თითქმის ნახევარი მეტი დავამატე ლექსიკონს დიდი ლექსიკონი გამოვა ესეთ დიდი მადლობა თუნდაც ის რომ მიხახელაშვილის ჩვენი გმირი პოეტის ჩვენ ისეთ ისტორია ხალხი ვართო პოეტები გმირი პოეტი ყოფს წარმოგიდგენიათ და რომ მისი აჩარად იყო მონათული აჩარად დიახ აკუთა ჯოლოყაშვილი ბანდიტად რუსები ნამდვილადები რა ნაგავსარმი აყრიან ხალხსა და იმას აი ხმა არ ყოფილი ჩვენერ პოლიტიკოს იმიტომ 1000 მას ჯერ თავდაპირველად ძალიან გამსახურია რა ნაგავი მიატარებს გული მკიოდა ეხლა კიდე ვიღაცას პატრიოტ ეროვნულ კაციმათლიც მიაყრიან რა ნაგავს მიაყრიან კაცო როგორ შეიძლება ესეთი არაკაცობა უნამუსობა კაცი ხარ მითო შემსრულები თავისი ტრით საბრეგდელოს ამბობდნენ იამაყებოდა წერი კამტერს გაუმარჯოს საბრეგდელო ჰქონდათ კამტერს და მე ერთხელ ვეგეთელდროვა თულვერო მიღათა სუპრასთან ამით მტერი გაამბრა მოვასწამუნებო იდრო ხანგარიამანდა დაჭრა ვინანდრო ეგის შენ ვისანო შენ გაწარმოდი ეჭო აი კაცი ღირსება დაკარგული არა ერთამ კავა პონტი მე ბოდიში რა ისეთი იმით არა ტრავა ხოლმე ეგრე ვარ გავდილი კაცო კაცი გინდა მტერი იყოს კაცო ბიჭო რათა რუქიან არ უნდა დააბრალოს
ვაჟა შაველაზე ამბობენ რომ ბუნების ენა იცოდაო ყველაზე კარგათო და ვაჟას ენა აგერ ბატონმა გიგიმიცის. აგაშენა კარგად თქვით და ჩვენ დღეს ამ ლამაზ ოჯახს, ამ ოჯახს, რომელიც ამ დღევანდელ სასურველზე გამოსულ ქალაქში, სადაც ყველანაირი მორალი დაკარგულია, ჩვენ რაღაცნაირ ოაზისში მოვედით. ესაც ფისუნი ხონდა, ვაჟასული ხონდა, ვაჟასგენი ხონდა, ვაჟასი ხონდა და ღმერთმა ხანძრიოს და ბრძოლას ამიერია ჩვენ სულის. ამინ. დიდი მადლობა.